მე ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უკეთესიც იქნებოდა, რომ რუსეთს თბილისი აეღო, ასეთ განცხადებას აკეთებს რესპუბლიკელი ლაშა ნაცვლიშვილი რუსულ ინტერნეტ გამოცემა პოლიტრუსთვის მიცემულ ინტერვიუში. უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურზანიას მოადგილე და ალიანსის საქართველოსთვის წევრი ჟურნალისტ ვარვარა პროხომენკო საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა. ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც იმავე პერიოდში ასევე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, ამბობს, რომ მან ამ ინტერვიუს შესახებ არაფერი იცის. კომენტარს დავით უსუფაშვილიც აკეთებს და აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება მისთვის მიუღებელია, თუმცა რაც გულისხმობდა ამ სიტყვებში ნაცვლიშვილი, რესპუბლიკელების ლიდერი ამის გარკვევას მედიას ინტერვიუს ავტორთან ურჩევს. თავად ლაშა ნაცვლიშვილი კი დაბეჭდილ ფრაგმენტს რუსი ჟურნალისტის ინტერპრეტაციას უწოდებს. დღეს ბოლოს კომენტარი თავად სტატიის ავტორმაც გააკეთა, რომელიც თბილისში იმყოფება. მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა რუსებს მეტი აეღოთ საქართველოში, ეს არის მიუღებელი, თავისთავად ფრაზა, მაგრამ რა კონტექსტშია ნათქვამი და სწორია თუ არა ის რაც წერია, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. თავად ლაშა მოგახსენეთ. ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადება. რუსეთმა როდესაც დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, მთელი საზოგადოება შეიკრა და დახვდა რუსულ აგრესიას ისე როგორც საქართველოს ეკადრებოდა. ეს არ არის ჩემი ნათქვამი. მე ვიმარყოფთ, რომ ესეთი ინტერპრეტაცია თქვენ არ ვიმეორებ. ეს არის ჩემი გამონათქვამის რბილად რო ვთქვათ, ძალიან თავისუფალი ინტერპრეტაცია. მე სიტყვით ვთქვი. მაინც და მაინც თბილისი უნდა აეღო რუსეთს, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს გაეაზრებინათ ის საფრთხეები, რასაც უქადის სააკაშვილის რეჟიმი ამ ქვეყანას. Возможно, это мои შესაძლოა ტექსტის ჩემი ასეთი სტილის წერის ბრალია. არც მე და არც ჩემ სხვა კოლეგას ეს წინადადება არ აღვქვამს, როგორც მოსკოვისადმი თბილისის აღების მოწოდებად. ეს იყო მოსაზრებიდან ამოღებული ერთი ფრაზა, რომელშიც ზოგადად საუბარი იყო არა საგარეო პოლიტიკაზე, არამედ არსებული შიდა პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე. წერის ასეთი სტილის გამო აგვისტოს ომის შემდეგ ჩემს ბევრ კოლეგასაც შეექმნა პრობლემები. მინდა განმარტო, რომ ეს მოსაზრება არ იყო პოლიტიკური პარტიის პოზიცია ან მათი პროგრამის ნაწილი. თავარი კონტექსტი იყო ის, რომ საზოგადოება დაავადებულია და აუცილებელია, რომ ყველამ ერთად სცადოს პრობლემების მოგვარება.